მესის თქვენი აზრით რა მანქანა უნდა ყავდეს? აი როგორ არის გეტყვით? მოკლედ გეტყვი. აი როგორ არის? ჩვენ საქართველოშიც ხო იცი აი ქართველები როგორც არის. როგორც ქართველები ისე არის სხვაც, ხო? აი როცა ამ ავტოსფეროში ვართ, ყველას გვინდა რომ აი ვის აი პირველ პირს მე სულ მეკითხებიან აი ჟურნალისტები რომ მოდიან შენ რა მანქანა ყავს? გამიგე? და ჩვენ საქმე ჯიბრებით ერთი პირველი პირები ვინც ავართ კომპანიის დამფუძნებლები ვინც ავტომობილს ყიდის, აი ვის ყავს თბილისში ყველაზე მაგარი ავტომობილი, ხო? ახლა ეს ფეხბურთელები როგორ იქნებიან? ჩვენ აქ ვიჯიბრებით ერთმანეთს. ფეხბურთელებიც ესენი არიან, ესეთები არიან. აი რა უნდა ყავდეთ ახლა ამათ ავტომობილები, ხო? აი მესის რა უნდა ყავდეს? მესის რა უნდა ყავდეს ახლა? ყველანაირი მანქანა ყავს, მაგრამ მაინც ლამბორჯინია, ხო? აჰა. კი ბატონო. და აი ეს ფეხბურთელების ეს მაინც არის ლამბორჯინი. ანუ კრისტიანუსაც ეგ უნდა ყავდეს? ყავთ. ყველა ერთმანეთის აი როგორა ყველა ერთმანეთის ჯინაზე ყიდულობს. აჰა. შეიძლება საერთოდ წელიწადში ერთჯერაც არ დაждდეს, მაგრამ მაინც ყიდულობს და ყავთ. აი კოლომუანის რა უნდა ყავდეს? მას უნდა ყავდეს ვილისი. იმიტომ რომ გვარი აქვს ესეთი გვარი. კოლომუანი ვილისით მანახა ძალიან მაგარი იქნება. ნუ ეხლა მბაპეც ლამბორჯინში გადის, ხო? კი ბატონო. ხვიჩა? ახლა ხვიჩა კვარაცხელია. კიდე გეუბნები რომ მე ყველა სპორტსმენს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თვითონ ისეთი მოგზალებული კაცია. კი, გეთანხმები. აი ეს ისეთი ახალგაზრდაა, რომ მისთვის ახლა როგორ არ უნდა კარგი ავტომობილი და ყავს კიდე რა პრობლემა აქვს? რატომაც არ უნდა ყავდეს? კი, რა თქმა უნდა. თუ ახლა კვარაცხელიას არ ეყოლება, აბა ვის უნდა ყავდეს, ხო და? აბსოლუტურად გეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენს ყველამ ხელი უნდა შეუწყოთ და უნდა მივცეთ იმის სტიმული, რომ ავტომობილიც კარგი ყავდეს და ვაქოთ და ვადიდოთ. ახლა რატო? აი იმ დღეს რო გეუბნები დილით, ხო, რომ დამიერგეს ყაზახისტანიდან. მარტო იქიდან კერდა ურეკიათ. სანამ სამსახურში მივედი 10 კაცმა დამიერგა ნახევარი მსოფლიოდან. მეტი რა არის მითხარი? აი მეტი რა არის ხო სახელი? აი ეს ბიჭები ყველა სპორტსმენები უფრო მეტი დაფასებული უნდა იყოს. ახლა მე ხო გითხარით სადაც ვიყავით, თორე ყველა ბიჭებს მართლა რეალურად ყველაზე სერიოზული საჩუქარი ხდება, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ ავტომობილები დავარიგოთ. რა თქმა უნდა, მესმის. მაგრამ სამომავლოდ თუ იქნება საშუალება, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მექნება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყავდეს ყველაზე საუკეთესო ავტომობილი. მე თანახმოვარ, რომ თვითფრინავიც ყავდეს. რა თქმა უნდა.